იციო ვინ არის მამაო, თამუნას მამაო და ვინ არის მეთქი და მამა შენიო. ჩემზე იცოდი რომ ვეძებდი? მთელი ცხოვრება მინდოდა რომ დამყოლოდა. გინდოდა თუ გრძნობდი? გამორიცხულია რომ ეს ამაჩემი არ იყოს. მამა ჩვენი. ხო. ანუ გაიზრდებოდი ჩვენთან და ვერც იგრძნობდი რომ ისი შვილი არ იყავი. ხალი მეც მაგ და ჩემ ძმასაც. ჩემ შულსაც. შენ უფრო გავხარ მამას ვიდრე მე. ბატომ არ გაგიჭირდა ჩემი მიღება. მე ეს მარტივად ვერ მივიღებდი რა. 100%-იანი დარწმუნებული ვარ, რომ არ იტყო და შენზე უარს. რუსო ძალიან მძიმედ აღიქვამს ამ ამბავს, ძალიან გაბრაზდება. მაინც მაგ პატარა წყენა. ხოხმა. ვინც ეძებს პოულობს. მადლობა შენ. იმისთვის რომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს ვეძებ. დღეს არის ჩვენი მესამე ეპიზოდი. როდესაც პოდკასტს ვიწყებდით, გავაკეთეთ გამოკითხვა და მაყურებლებს ვკითხეთ, ყველაზე მეტად ვის ნახვას ისურვებდნენ. არც იყო გასაკვირი, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ყველაზე მოთხოვნადი, ასე ვთქვათ, აღმოჩნდა ჩემი ბიოლოგიური მამა, თუმცა ამ ეტაპზე მას თან ჩაწერას ვერ ვახერხებთ. სწორედ ამიტომ დღეს გაგაცნობთ ჩემ დას, რომელმაც ყველაზე ბოლოს გაიგო ჩემი არსებობის შესახებ. ის გავტესტეთ პირველად, გენეტიკური ტესტი მას გავუკეთეთ მოტყუებით, იმიტომ რომ ნათესავები გვეუბნებოდნენ, რომ რუსომ ძალიან მძიმედ აღიქვამდა ამ ფაქტზე, შეიძლება მეჩხობა კიდევაც. ამიტომაც მე და ჩემი ქმარი, ასე ვთქვათ, მოტყუებით ავედით მასთან სახლში, გავუკეთეთ გენეტიკური ტესტი და ამის მერე უკვე სოციალური ქსელის მეშვეობით მან გაიგო, რომ მე ვიყავი მისი და. თუ რა რეაქცია ჰქონდა და როგორ შეხვდა ჩემს გამოჩენას მის ცხოვრებაში, ამას რამდენიმე წუთში გაიგებთ. მანამდე გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში, სივრცეში, სადაც თქვენ შეგიძლიათ რომ ჩაწეროთ თქვენთვის ასურველი ინტერვიუ, ვლოგი, პოდკასტი და ასე შემდეგ. ჩვენი სპონსორია უნივერსალური პლატფორმა თეთრი სეილსში, რომელიც გთავაზობთ ფასდაკლებას თქვენთვის სასურველ მაღაზიებში, აფთიაქებში, სუპერმარკეტებში, სამშენებლო მასალებზე თუ ნებისმიერ თქვენთვის სასურველ კატეგორიაზე. ასევე ჩვენი სპონსორია პინექსი, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს ჩინეთიდან და სულ რაღაც 7 დღეში თქვენი ამანათი უკვე მისამართზე იქნება. კორპორატიული კლიენტებისთვის ფასი არის $7, ხოლო ფიზიკური პირებისთვის $8. გამარჯობა რუსო. გამარჯობა. შენი მოწვევა, იმიტომ მინდოდა რომ ძალიან დიდი ინტერესი იყო მეორე მხრიდან ამ ისტორიის მოსმენის და შენი ემოციების და რეაქციების გაგების. პირველ რიგში მადლობა რომ მოხვედი და მეორე რიგში მინდა რომ ჯერ ეს ამბავი გაიხსენო, შეთა რომ ამბობდი პირველად სტუმრად. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნუ ეს ამბავი ჩემთან რო ამოხვედი. იმიჯი რატო გაქვს სანათესაოში? როგორი? კაცრი. ვაიმე, რუს ვარ გაბრაზდეს. არ ვიცი. არა და არა ვარ ეგეთი. არა, პირიქით. მართლა არა ვარ ეგეთი. ანუ თქვენ რო ამოსulis ამბავს მეკითხები, რომ ტესტის აღება. პირველი ნახვის ამბავი. თქვენ რო ამოხვედით, ანუ ჯერმანონიკომ დამირეკა. ჩვენმა ბიძაშვილმა. ხო, ამიდაშვილმა ჩვენმა. დამირეკა, რომ ესეაო საქმეო, რაღაცა ტესტის აღება, რაღაცა და კი არ არის პრობლემა, მეთქი არც მიეჭვია არაფერი, რაზეა საუბარი, კითხო. ხო და იმ პერიოდში რაღაც რემონტი მქონდა პატარა სახლში და მე ვთხარი ესეთი რაღაც მოუწესრიგებელი რაღაც რემონტი მაქვს და ხო სირცხვილია. არაო კაცო, არ არის ეგეთი გოგო. კარგი. ეგ იყო რომ მოხვედით. შემოხვედით და ჯერ ძალიან ანუ რაღაცნაირად ისე თავისუფლად შემოხვედი და ისე სანდროც თავისუფლად. არა, სანდრო იყო ძალიან უხერხო მდგომარეობაში. აი საბათ მოვიყვანა გავიგე ხო და სანდრონოდა და სანდრა მოვდა რომ მეეო პასუხი რომ მოვა თვალებში როგორ უნდა შევხედოთ რუსოსო. მაგრამ კი გიყურებ. ნუ მოკლედ ისე თავისუფლად ამოხვედით და ისე რაღაცა მეც ეს უხერხულობა მომეხსნა. მეც ასე თავისუფლად შეგხვდით.
მე რე იყო რომ ტესტი ავიღეთ და ბოლოს გასვლისას ფოტოს გადაღება რომ მეთხოვე, ცოტა გამიკვირდა, ცოტა არ იყოს, მე ვთქვი ხა ჩემთან ფოტო. მე ვთქვი რატო უნდა, მაგრამ ჩათვალე რომ ალბათ რა ვიცი ესე რაღაცა უნდა ფოტოს გადაღება. ესე იღებს ფოტოებს გიშივით ეს გოგო ყველასთან. ვით არა. მე ვფიქრე ვისთანაც ტესტს აკეთებს, ვიფიქრე რომ ნუ ახლა მაგასთან იღებს ფოტოებს ალბათ თქო. არც მაშინ მიეჭვი არაფერი. გასვლისას შეიძლება ორო ჩაგეხუტო, გახსოვს რომ მითხარი და კი მეთქი და ისე თბილად ახლა ხო კი მესმის ჩახუტება, მაგრამ აი ძალიან თბილად ჩამეხუტე. თან ძალიან დიდი ხანი და ცოტა გამიკვირდა, მაგრამ ჩავთვალე რომ აი ძალიან თბილი გოგოა ეს გოგო და მაგიტო ესე ჩამეხუტა. და მაშინ ვერ იეჭვე, ანუ ვერ მიმამსგავსე ვერავის. ვერ რახან საერთოდ არ ვფიქრობდი ამაზე, მაგიტომ აქ თვალით ვერ შეგხედე და მართლა არ მიეჭვია, საერთოდ არ მიეჭვია, საერთოდ არც მიფიქრია, რომ რაღაცაში იყო საქმე, არ მიფიქრია. როდესაც რუსოსთან ავდიოდით, მქონდა აი მართლა ესე არ მინერული არავის, არც ძმაზე, არც მამაზე, ანუ არავის, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი წარმოდგენა შეგვიქმნეს რუსოზე, რომ რუსომდა ყოფილიყო, აი რაღაცა თმაგაშლილი. კალი. და ამბობს ის მართლა საერთოდ აი ხო ხირავ დრონაირი ტიპიც არის და სანდრო ხო საერთოდ მოკვდა ნერვიულობით, იმიტომ რომ ძალიან სხვანოდა რომ მე როცა გაირკვევა სიმართლეო მე სად მიდიხარ ოღონდ რუსოსთან კითხვის ნიშნით კი არ ავსულვათ რომ არის თუ არა ჩემი ანუ უკვე ვიცოდი რომ ჩემი დაიყო მაგრამ აი თან ესე ვერ ვეუბნებოდით ისე პრინციპში რატომ არ გითხარით არ ვიცი მაგრამ ალბათ შენი ეს განწყობა რომელიც ნათესავებს ეგონათ რომ ცოტა ისე გექნებოდა მძაფრი არ იქიდან გამომდინარე რომ რადგან შენ დედა ესე გიყვარს და განსაკუთრებული დამოკიდებულება ქონდა დედა შენის მიმართ იფიქრეს რომ აი ცოტა სხვანაირად არ მიიღოს ეს ამბავიო მერე უკვე ისე რომ რუსოს არ ვუთხარით ისე მართლაც ვთქვათ მოვიქეცით იმიტომ რომ მთელი სანათესავა იყო 36 კაცი ავდექით ზოგი საპრეზიდენტთან ჩამოფრინდა ზოგი მალდივებიდან და რა ვიცი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოფრინდნენ და წავედით მთელი სანათესავა გურგენის სანახავად ისე რომ რუსოს ისე არ ვუთხარით რომ ჩემი დაიყო და ღამის 2 საათზე რუსოს აღვიძებს ჩემი დიშვილი ეხა ეს შენ მოყევი კი მოკლედ მართლა ღამის 2 საათია მაღვიძებს ჩემი შვილი ბიჭი და მეუბნება დედა იცი რა ხდება და რა ხდება თქო აიო თამუნა მიპოვა მამაო და ნუ კაი ახლა თუ იპოვა მე რა მოხდა თქო არც მიკითხავს ვინ იპოვა იციო ვინ არის მამაო თამუნას მამაო და ვინ არის მეთქი და მამა შენიო რამეთქი ბაბუა შენი თქო და კი მამა შენიო აი ვერ დავიჯერე მეგონა რომ მართლა მეხუმრებოდა ანუ ვერ წარმომედგინა და რომ აი განახებო და რომ ვნახულობ ვიდეოს ანუ სრული შეურაცხად მაგ დროს შუშის თვალებით ანუ ეს ქაოტური კითხვის ნიშნები ამ დროს შენ არ გწერდნენ ათესავები რა ხდება? არავინ აბსოლუტურად არაფერი აზე არ ვიყავი მართლა და ვიდეო რო დაიდო არც ამის მერე არ მოუწერი არავის რა ხდება? არავის არაფერი იმიტომ რომ მე რომ მოვედი ნამორიგებელი თიშავ ტელეფონს არს და ნუ შეიძლება იქ მერე არც მინახავს ვინმე დამირეკა რა ხდებოდა მანდ მაგრამ ნამდვილად არავის არ დაურეკავს და არავის არ უთქვამს არაფერი. შეიძლება ერიდებოდნენ ჩემთან საუბარ, შეიძლება იცოდნენ რომ მე არ ვიცოდი და მაგიტო არ მირეკავდნენ. ნუ არ ვიცი რატომ, მაგრამ მე გამბავი შევიტყვე მაშინ, ღამის 2 საათზე. და ისე შენ ჩემზე იცოდი რომ ვეძებდი? ვიცოდი, როგორ არ ვიცოდი, მაგრამ ესე ძალიან, ანუ ჩემი შვილები უფრო იყვნენ ჩართულები, ვიდრე მე ძალიან ჩართული არ ვიყავი. შენი გამომწერით არ ვიყავი. ჩემი შვილები, ნუ ნათესავები, დედა ჩემის მხრიდან, ბიძა ჩემი, ყველანი ჩართულები იყვნენ ამ ამბავში, ჩემს გარდა.
მეც ვიცოდი, რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ ეძებდი, მაგრამ ძალიან ესე აქტიურად ჩართული არ ვიყავი. მე ეგ იყო რომ გავიგე და აი რეაქცია როგორი იყო შენი რომ ნახე ჩვენი ვიდეო? აი ხო გეუბნები გავშეშდი. ანუ ურეაქციო გავხდი საერთოდ. არა შერეული შეგრძნებები მქონდა. ბრაზი, წყენა, ამავ დროს მიხაროდა კიდევაც, რომ აი და მთელი ცხოვრება მინდოდა რომ დამყოლოდა. მთელი ცხოვრება მინდოდა. გინდოდა თუ გრძნობდი? შეიძლება გრძნობდი კიდევაც, რომ რაღაცა სადღაცა და ხვარა მყავს და ანუ ეგ უყურე მე რახან ესე ძალიან მინდოდა რომ დამყოლოდა, მაგიტომ ხო არ ვფიქრობდი, ახალ ფიქრობ, მაგიტომ ხო არ ვფიქრობდი რომ სადმე და არ მყავდეს რაღაცა. ან პირიქით გრძნობდი და მაგიტომაც. შეიძლება. და თან აი რა უცნაურია რომ შეშულს გვია შემისახელი. კი, ჩემ შვილსაც შენი სახელი ქვია და დეიდაშვილი მყავს პატარა, სხვათა შორის ჩემზე დიდად პატარაა და რო არ მყავდა, ეგ იყო ჩემი და. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ძალიან პატარა იყო, ჩემი მესაიდუმლე იყო. ნუ ყველაფერს მაგას უყვებოდი და ჩემი დაავეწახე. ნუ სამეგრელოში ახლა ეს ბიძაშვილ, მამიდაშვილ, დეიდაშვილობა გათანაბრებულია ძმობასთან, ნუ სამეგრელოში ეგრე ხდება. შეიძლება საერთოდ არ იყოს თქვა ბიძა, ანუ იყოს შორეული, მაგრამ მაინც ბიძა და მამიდა. ხო, ჩემს დეიდაშვილს, ანუ როგორ ხდება სამეგრელოში ვეძახი დას. მამიდაშვილი, ბაჩო ჩვენი მამიდაშვილი ძირითადად ჩვენთან იყო, ჩვენთან ჩემი ძმა და ჩემი მამიდაშვილიც აქეთ, ჩემი და ანუ ვინმეს რო აცნობს ჩემს თავს, ეს არის ჩემი და გაიცანით. ნუ ესე ხდება რა სამეგრელოში, ეს არ არის ისეთი თემა, რომ ნუ ყველა მიცის. რომ ესე ხდება. და ამიტომაც და თაკოს ვეძახდი დას. იმასაც თამარი ქვია. ჩემ შვილს ნახე როგორი სამკუთხედი. გავასამე. ხო და ბოლოს ესე შენ შემოღიმილდი შესწრომფრე ცხოვრებაში. მე რომ შემოღიმილდი გურგენის მიმართ რა შეგრძნებები გქონდა? აი, მაგიტომაც აღნიშნე სწორედ აღნიშნე, რომ შერეული შეგრძნებები მქონდა. ბრაზი მქონდა, წყენაც მქონდა, მაგრამ მიხაროდა ის, რომ აი დამყავს. ესეც იყო. ანუ ეს შენი ბრაზი, რომ 40 წლის წინ დედა შენთან მიმართებაში ესეთი რაღაც მოხდა. გადაწონა? ჩემმა გამოჩენამ რა მაგარი კითხვა დავსვი. ჩემმა გამოჩენამ გადაწონა ბრაზი. კი, გადაწონა. ხარ გაბრაზებული? გაბრაზებული არა ვარ, მაგრამ მაინც მაგ პატარა წყენა. ბოხმა. კარგი, მაშინ ახლა მითხარი, აი ამ ამბების მერე რო ჩახვედი გურგენისთან, აი მან რა მოხდა? ტელეფონით არ გისაუბრია ამ თემაზე, არ დაგირეკავს, არ გიკითხავს რა ხდება? ტელეფონით არ მისაუბრია. პირდაპირ ჩახვედი. პირდაპირ ჩავედი. რამდენ ხანში? რამოდენიმე ხანში. უყურე შენ რო ჩემთან ჩამოხვედი, გახსოვს სოფელში რო ჩამოხვედი ჩემთან დაახლოებით 1 კვირის წინ ჩავედი, ანუ თბილისიდან ჩავედი პირდაპირ ზუგდიდში. მაგრამ უყურე მარტო ვერ მივედი. რატო? ბიძა ჩვენი ვახტანგ. ანუ საჭუბრად მიდიოდი და მაგიტომ ვერ წახვედი მარტო? თუ აი შენი შვილის მისაცემად არა უყურე ბრაზის გამოსახატავად მიდიოდი და მაგიტომ ვერ მიხვედი მარტო, რატო ვერ უნდა მიხვედი მამასთან? ნახე. მამა ჩემი არის ეგეთი ტიპი, მამა ჩვენი. ხო. ეგეთი ხასიათები აქვს, რომ ანუ კაცრი არასდროს არ მეშინოდა, მაგრამ მქონდა რიდი. ძალიან დიდი რიდი მქონდა ყოველთვის. არასდროს სიტყვა არ შემიბრუნებია მამა ჩემისთვის და არც ვიტო, ნუ ეს არაფრით არ შეიძლება რა ასქვია სიტყვის გაბრუნება, როგორ შეიძლება. არასდროს არ მქონია ეგეთ შემთხვევა, რომ სიტყვა შეუბრუნე მე მამა ჩემს. ეგ იყო პირველი შემთხვევა და თან მერიდებოდა და თან აუცილებლად უნდა მივსულიყავი და უნდა მეთქვა რაღაცა. აუცილებლად უნდა, იმიტომ რომ უნდა დავცლილიყავი. ხო. ზოგადად გურგენის აქვს ეს, რომ შეიძლება საერთოდ არ უნდა ამის ჩვენება, მაგრამ აქვს ეს, რომ შემოდის ოთახში, აი რაღაცნაირი ისეთი აურა აქვს რა, რომ გინდა არ გინდა განგაწყობს თავის მიმართ ძალიან ისე აი მორიდებულად რა,
ანუ სხვა ნათესავებთან როგორც ვარ ახლა ხო აი თუნდაც ვახოსთან ბიძაშვენთან აი ესე ვერ განეწყობ იმიტომ რომ ისეთი ტიპია რა აი მეც ახლა პირველად რო ჩავედი აი ძალიან ისე მორიდებულად ვიჭექი აი არ ვიცოდი რაზე უნდა მესაუბრა და ნუ სანდრო ძალიან დამეხმარა მაგ დროს იმიტომ რომ მაინც ახლა რაღაც ეკვებზე დაიწყო საუბარი რაღაც და აი ამითი გამიადულა თორე იმდენად რაღაცნაირი აი კაცრი გამოხედვა ხო შეიძლება საერთოდ არ არის ეგეთი ტიპი და არც უნდა რომ ეგეთი ჩანდეს მაგრამ აი თავის დაუნებურად ესე არის რა კი ეგეთია და ამიტომ შენ ჩახვედი ნათესავებთან ერთად ამიტომ ჩავედი ჯემს დეიდაშვილთან და ბიძაჩვენთან ვახტანგი და დათოსთან და რაო ნუ იქ საუბრეთ რაღაცებზე ცოტა ისეთი საუბარი გამოგვივიდა რაღაცნაირი კაცრი შენი მხრიდან ჩემი მხრიდან ცოცხალი ჩუმად იყო ხო ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა და ნუ ესე იყო თუ ისე იყო მე დავიცალე რა მეკითხრა არაფერი არ უთქვამს კაი რა არაფერი არ უთქვამს ნუ სადღაც გრძნობდა თვითონაც დანაშაულს როგორც ჩანს ხო როგორც ჩანს ამის პერიოდი რაღაც გარკვეული პერიოდი არ იყავი ჩასული და მე შეგიყვანეთ შესარიგებლად გარკვეული პერიოდი არ ვიყავი კი მე ჩვენ ჩავედით ერთად და ეგ იყო და ეგ ანუ ეს გადავშალეთ ეს ფურცელი ეხლა მაინტერესებს ჩემი გამჩენის მიმართ რა შეგრძნება გქონდა და გაქვს თუ არა ბრაზი წყენა იმის გამო რაც მოხდა იმიტომ რომ მან ხომ იცოდა რომ დაუჯახებულ ადამიანთან გქონდა ურთიერთობა ნახე ამ თემას გვერდი ვერაუარე ვერაუარე ნახე პირველ რიგში მინდა რომ ამ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმიტომ რომ შენ გაგაჩინა და მე მყავს და რომელსაც ძალიან დიდი ხანი ვოცნებობდი რომელსაც ძალიან დიდი მადლობა მინდა და ამ ქალისგან არანაირი არც წყენა მაქვს არც ბრაზი მაქვს ნამდვილად არ მაქვს. რატო? იმიტომ რომ არ ვთვლი რომ დამნაშავეა ეს ქალბატონი, მართლა არ ვთვლი რომ დამნაშავე არის. წყენა და ბრაზი არ მაქვს ნამდვილად. ეს ქალბატონი არის მსხვერპლი სიტუაციის და გარემოების. ესე ვთვლი მე. მე მივხვდი რომ მე ვარ ძალიან ეგოისტი ადამიანი. აი ეს ჩემი წერა შეკითხვა მინდა რომ გავაგრძელო, იმიტომ რომ მე რომ გამეგო რომ მამა ჩემის და დედაჩემის ქორწინების დროს მამა ჩემს სხვასთან ქონდა ურთიერთობა ძალიან ჯერ იმ ქალზე ძალიან გავბრაზებოდი და ძალიან დიდი აგრესია მექნებოდა აი ძალიან და მე აი ხო არაფერი არ დაუშავებია ხო დედმა აი რა დააშავა მაგრამ მაინც არ იქნებოდა მარტივი ჩემთვის დედმამიშვილის მიღება რა ანუ შენ გაგიმარტივდა მე ძალიან გამიმარტივდა იმიტომ გამიმარტივდა რომ მთელი ცხოვრება მინდოდა რომ ყოლოდა და ძალიან გამიმარტივდა ბრაზი როგორც ასეთი მამა ჩემზე მქონდა მხოლოდ და წყენა იცი რატომ მქონდა იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით დაოჯახებული იყო ყავდა შვილები ეს რო ყოფილიყო მანამდე მე აბსოლუტურად არ გამიჭირდებოდა აბსოლუტურად რატომ არ გაგიჭირდა ჩემი მიღება მე ესე მარტივად ვერ მივიღებდი რა არ გამიჭირდა რაც უნდა ადამიანი აღმოჩნდა ანუ ყველას მოუწოდებ რომ მიიღეთ თქვენი დაკარგული ანსავი თქო და მე თვითონ ამბობ რომ გამიჭირდებოდა მიღება თქო არა არ გამიჭირდა პირიქით გამიხარდა და ანუ მართლა არ გამიჭირდა მიღება რატო უნდა გამიჭირდეს პირიქით უნდა გიხაროდეს იცი რამდენია რუსო ეხლა ჩვენ კი ვხუმრობთ მაგრამ იცი რამდენია ვინც არ იღებს არ უნდა რაღაც გონია რომ რაღაცა ან ქონება უნდა ან რაღაცა სახელს გაუტეხავს მის მშობელს და ნუ არ იღებს რა ბევრია ძალიან ხედავ მე მიმართა იმ ადამიანებს ვინც არ იღებს მიიღეთ არც ქონებაზეა საუბარი არაფერზე არ არის საუბარი უყურე ელემენტარული რაღაცა შენ გვერდით რო გეყოლება და შენი სისხლი და ხორცი ძმა არ აქვს მნიშვნელობა და ძმა რო გეყოლება ბიძაშვილი მამიდაშვილი რაც უფრო ბევრი ყავს ხო მით უკეთესია შენთვის მით უფრო მხარში ამოგიდგება ანუ ერთ მაგალითს მოვიყვან გახსოვს მე რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და
ზოგდიდში. ანუ ცხოვრებაში არ დამავიწყდება, მე რო იქ მეშინოდა და შენი ერთი სიტყვა ნუ გეშინია და შენი იქ მხარში დგომა. იქ ჩემთან ერთად რო შემოხვედი, შეუძლებელი შეძელი, მაშინ შეუძლებელია იქ შეხვიდე, მართლა შეუძლებელია. იქ არ უშვებენ ემერაიში, იქ იმ ოთახში არავის არ უშვებენ. მაგრამ შეძელი ჩემ გამო იმ დონემდე მეშინოდა, შენ ათექი შეძელი შემოხვედი. მაშინ შენი იქ დგომა ჩემთვის იყო ani უმნიშვნელოვანესი. უნდა გაგვეგო რა გჭირდა და სხვა გზა არ იყო და. ხო, ანუ არ ვიკეთებდი მეშინ მე ემერაი მანამდეც მაქვს გაკეთებული, მაგრამ დაგაძინეს და ის. კი. ხო და ამ დროს შენი გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ანუ ზოგადად უყურე მე ვარ ძალიან ბედნიერი ადამიანი და რატომ? პატარაობაში ბებია და ბაბუა ძალიან მანებიურებდნენ და აი ნუ გეშინია აქ ვარ შენ გვერდით ვართ ჩვენ და ანუ ვინმე დედა ან მამა თუ რაღაცა პატარა რაღაცაზე გამიბრაზდებოდნენ, იმე რას ამბობ? ეს რომ ბებია ბაბუაზეა ჩვენ ხო. კი ჩვენ. მერე გავიზარდე და სტუდენტობისას ვიცოლა ჩემთან და ბიძა ჩემთან ვიყავი დედა ჩემის მხრიდან და ვიცოლა არაჩვეულებრივ ვიცოლა მყავს და ეგ იყო ჩემი ყველაფერი, ანუ იგივე მეორე დედა და ეგ იყო ჩემ გვერდით და ნუ გეშინია, ეგ იყო ჩემი. მერე დედის გარდაცვალების შემდეგ დეიდა ჩემი იყო, მერე ჩემი ნუ გეშინია იყო დეიდა ჩემი. მერე ჩემი მეუღლე, ჩემი ოჯახი, რა თქმა უნდა და ბოლოს აი გამოჩდი შენ. და რატო არ უნდა გინდოდეს? ამდენი ნუ გეშინიები რო გეყოლება, ხო? არ ვიცი, მაგრამ არსებობენ ადამიანები რა. სამწუხაროდ. ძალიან ცუდი. მოდი ახლა ცოტა გადავერთოთ შენ ბავშვობაზე და მომიყევი მე რა გამოვტოვე. ძალიან ბევრი რამე გამოტოვე. როგორი მამაა იყო გურგენი? მამა იყო ბავშვობაში. ძალიან მკაცრი მამა იყო. მაგრამ მეორე მხარეც ჰქონდა. უყურე რა ხდებოდა, სადაც მამა მიდიოდა გასტროლებზე, მამა ქორეოგრაფია და მოგეხსენება, გასტროლებზე ხშირად დადიოდა, სადაც მიდიოდა, ყველგან დავყავდი მე. საკმაოდ მრავალფეროვანი ბავშვობა ქონია. კი. ყველგან მე დავყავდი და არა ჩემი ძმა. რატო დაჩაგრეშა? ავი დამჯერი. კაი. ჩემი ძმა ცელქი იყო. ეხა ცელქია. ცელქი იყო და შესაბამისად მე ვიჯერებდი, თან ვეხმარებოდი იქ რაღაცეებში. აი გერმანიაში რა ვიყავით წასული. მე ვმღეროდი ჩამსვა. ხო შუალედებში ხო ჭირდება ფორმებს რო იცვლიან ბავშვებს. ვღეროდი. მე კიდე სადღაცა რო ვიყავით ექიმად ჩამაფორმა. აი კომუნისტების დროს ესე მთელი მსოფლიო შემოვლა, არ იყო მაშინ მარტივი. ძალიან რთული იყო, სხვათა შორის მაშინ ყველას უკვირდა. ჩვენ რო საზღვარგარეთ წავედით და აი ვენეციაში რო ვიყავით და ვაიმე, რანაირად წახვედით, როგორ მოახერხეთ რა, მაგრამ ამ ყველაფერს ახერხებდა მამა, ახერხებდა და დაყავდა ეს თავისი ბავშვები. სხვათა შორის იმ დონემდე არის თავის საქმეზე შეყვარებული. ანუ იმდენად უყვარს ეს თავისი საქმე. პერიოდი რო იყო, ანუ არეული პერიოდი, მხედრიონი, მთელი ამბები რო ხდებოდა, მაშინ მამა სახში დაყავდა ბავშვები. სახში დაყავდა უსასყიდლო დამეცადინებდა ბავშვებს. ანუ არ შეუძლია ამ ადამიანს ცეკვის გარეშე არსებობა. იმ დონემდე უყვარს. მთელი ჩვენი ბავშვობაც ანუ გაშეკვავდი? კი, ცეკვავდი მე, ცეკვავდი. რამდენი ხანი? რამოდენიმე წელი ვცეკვავდი. რატო არ გაყევი? არ ვიცი, არ გავყევი. უფრო ეს მედიცინა ავირჩიე. გააკნიჭი? ისეთი როგორიც მამას? არა, როგორც მამას, ჩემ ძმას აქვს. ჰა. უფრო. ჩემი ძმა ძალიან კარგად ცეკვავს. კარგად ცეკვავს, კარგად მღერის, უკრავს აბსოლუტურად ყველანაირ ინსტრუმენტზე. კი, ნამდვილად. მეც მღერი, ჩემი ძმაც მღერი, დედა ჩემიც კარგად მღეროდა. და მთელი ოჯახი, ანუ ბავშვობა გქონდა ეგეთი, რომ მთელი ბავშვობაში, ანუ შუქები რომ მიდიოდა მაგ პერიოდში, ჩვენთან იკრიბებოდა, კორპუსში ვცხოვრობდით ჩვენ. ჩვენთან იკრიბებოდა მთელი კორპუსი.
ანუ ყველანაირი საკრავი ხო გქონდა და აბა მიდიოდა ეს პოეზიის საღამოები, ცეკვა, სიმღერა და მამა ჩემი ჩართული იყო ამ ყველაფერში. ანუ ჩვენ ბავშვები, რასაც ვაკეთებდა, გვართობდა დროს რაღაც გაიფერებინა თქვენთვის. კი, ის წლები. მე წერდა ლექსებს, მუსიკებს, ანუ სიმღერაც ხო აქ თავისი და ამ ყველაფერში ანუ ერთ-ერთი მახსოვს სანთლის შუქზე დაწერა ჩვენ ვიწექით და გაგვაღვიძა. აი ეს ქონდა, ანუ ეს ქონდა, რომ რამეს თუ დაწერდა, ჩვენ გვეკითხებოდა თუ გვიზიარებდა. არ ვიცი რა იყო ეგ, მაგრამ აუცილებლად მოგვიყვებოდა, ანუ წაგვიკითხავდა იმ ლექსი იყო თუ სიმღერა იყო, აუცილებლად გაგვიზიარებდა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის ჩვენი აზრი. თუ როგორი იყო ეს სიმღერა თუ ლექსი თუ ასე შემდეგ. სხვადასხვა ჩემს შულს გამოყვა მისი ნიჭი ლექსებს წერდა ჩემი გოგო ბავშვობაში. ახლა კი მიანება, მაგრამ წერდა. ცოტა რთული იქნება ახლა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მაინც უნდა დავსვა ეს შეკითხვა. როგორი ქმარი იყო? კაცრი იყო? რაი როგორც თქვენთან იყო მკაცრი, ხა შენ ესე დეტალურად არ ყვები, მაგრამ ნუ აი ვიცი რომ რაღაც არ გიშვებდა რაღაც გარკვეულ საათის მერე ტასაცმელთან დაკავშირებით გქონდა შეზღუდვა, ვისთან უნდა გეკონტაქტ, აი როგორც ქმარი იყო მკაცრი? არა. როგორც ქმარი არ იყო ეგეთი მკაცრი, ანუ ეჭვიანიც არ იყო, არ ეჭვიანობდა და იქ არ წახვიდე, ას დროზე მოდი სახლში დედა ჩემის მიმართ მსგავსი რამე არასდროს არ ქონია. ნამდვილად არა. არ იყო. თუმცა რაღაცები ქონდა ეგეთი დაყენებები სახლში, რაღაცების მიმართ. და დედა იყო ეჭვიანი? არა. არა. არ ეჭვიანობდა დედა, არა. მე ძალიან კარგი დედა მყავდა. ერთი სიტყვით ვიტყვი. ძალიან კარგი დედა მყავდა. არ იმჩნევდა თუ ეჭვიანობდა და არ იმჩნევდა, ნუ არ ვიცი. ჩემი აზრით არ იყო ეჭვიანი. ჩემი გადმოსახედიდან. გურგენი იყო საკმაოდ ახალგაზრდა, როდესაც დაქვრიվდა და თქვენ ძალიან პატარები ვიყავით, როდესაც დედა დაკარგეთ. მას შეეძლო რომ დაოჯახებულიყო და თან მით უმეტეს ხა სამეგრელოში დარწმუნებული ვარ, რომ იქნებოდა რაღაც გარკვეული ზეწოლა მასზე, რომ აი ბავშვებს პატრონი ჭირდებათ, სახს მიხედვა ჭირდება, რაღაც საჭმელი, ეზო დაალაგება, ასე რაღაც. მაგრამ მაინც ბოლომდე უერთგულა მეუღლეს და ცოლი არ მოიყვანა. კი, ნამდვილად ესე იყო. რატო, როგორ ფიქრობ? იმიტომ რომ ძალიან უყვარდა დედა და ალბათ ნანობდა იმას, რომ ერთ დროს არასწორი ნაბიჯი გადადგა და ამით გადაფარა ეს ყველაფერი, სავარაუდოდ. და უერთგულა ბოლომდე, ანუ აი ამით გადაფარა ეს ერთგულება. ანაზღაურა. ჩემის აზრით. ხო. როგორ ფიქრობ? გურგენის და რომ მისულიყო ჩემი გამჩენი და მაშინ რომ ეთქვა რომ ორსულად ვარ, ან რომ ეთქვა რომ შენგან ბავშვი გავაჭან, აი ეს ინფორმაცია რომ მისულიყო მის ყურამდე რა მოხდებოდა და როგორ მოიქცეოდა? მამა ჩემს იმდენად უყვარს ბავშვები. თავისი მოსწავლეები გიждდებიან მამა ჩემს. ყოველთვის ესე იყო. ანუ უყურე თავის მოსწავლეებთან, ანუ იმდენად თბილი იყო, რომ იმ მოსწავლეებს ვერ წარმოედგინათ, რომ ჩვენთან მკაცრი იყო. იმდენად თბილი იყო. იმდენად უყვარდა ეს ბავშვები და იმდენად გამოხატავდა ამ ყველაფერს. ეფერებოდა, კალთაში ისვამდა პატარებს და ასე შემდეგ. რაც ჩვენთან ესეთი არ იყო. ჩვენთან არ იყო. ჩვენთან რადიკალურად სხვანაირი იყო. იმდენად უყვარდა მაგას ბავშვები, რომ არ არსებობს, რომ უარი ეთქვა შენზე. არ არსებობს. 100%-იანი დარწმუნებული ვარ, რომ არ იტყოდა შენზე უარს. არანაირად. აბა რა სიზამთო? შეიძლება სახშიც მოეყვანე. ხომ დედა? დედა მე კი ვიცი ამაზე პასუხი და თელ სანათესაოს არაერთხელ ეს ჩემთვის აქვს პირადად თქვენ, მაგრამ შენ მინდა რომ სხვებს გააგებინო და უთხრა. ანუ დედას რო გაეგო მამაზე წინე გამბავი.
დედა იმდენს იზამდა, რომ მამას არც რომ დომონდა, ყველა ვარიანტში მოგიყვანდა სახლში. ანუ ისეთი ადამიანი იყო და ანუ გაიზრდებოდი ჩვენთან და ვერც იგრძნობდი, რომ მისი შვილი არ იყავი, ისე გაიზრდებოდი. ონდ მართლა. ჩვენ როდესაც ვიყავით წასულები ჩემი ნაცავების გამჩენის პროდანაცავების სანახავად იმათ მომითხეს ესეთი რაღაც რომ შენო იმიტომ კი არ მიგიღესო რომ უნდათ კიდე ერთი უკანონო შვილის გამოჩენაო იმიტომ მიგიღესო რომ შენ ხარ თავმომსერიძეო რაზეც ნუ მე კი გავეცი პასუხი და ავუხსენე რომ ჩემს გარდა ამ ჩემი მშობლების ძიებაში გზადაგზა იმდენი სანათესაო და იმდენი ნათესავი შემომეპოვნა შემთხვევით რომ ისინი ზუსტად ანალოგიურად მიიღეს როგორც მე. რა თქმა უნდა. ეს შენი პასუხი მინდა ამაზე რა. რომ აი როგორი რეაქცია ქონდა. აი ისინი ხო ძალიან ისე შემხვდნენ შენ ხო იცი ხა ერთად გამოვიარეთ იმათ დამოკიდებულება და ის კომენტარები და ზარები და შენიშვნები და არ სულ ისე სასიმონო საუბრები. აი მათ მინდა რომ მიმართო ჩემს მაგივრად. არა, ნამდვილად არ არის ესე. იმიტომ რომ შენ თამუნამუსერიძე ხარ და ცნობადი სახე ხარ, იმიტომ მიგიღეთ, ეგრე ნამდვილად არ არის. მართლა გულწრფელად ვიძახი, შენ რო ყოფილიყავი ვიღაც თამუნა, არაცნობადი სახე, მაინც ისე მიგიღებდით, როგორც ახლა მიგიღეთ. ნამდვილად ისე მიგიღებდით, არაერთხელ თქვი და კიდევ ვიტყვი, რომ მე პირადად იმდენად მინდოდა მთელი ცხოვრება დამყოლო და ვინც არ უნდა ყოფილიყავი, ყველა ვარიანტში ისე მიგიღებდი, როგორც მიგიღე. ყველა ვარიანტში ისე მიგიღებდი. ეგ აბსურდია. იმის გამო რომ შენ ცნობადი სახე ხარ, მაგიტომ მიგიღეთ, ეგ არასწორია. ნამდვილად არ არის ეს ასე. ბოლოს გემინდა რომ პატარა ისტორია მოყვე, როდესაც ჩვენ ჩავედით სამეგრელოში, ზუგდიდში ვერ ვაგნებდით გურგენის სახლს. ჩემი საყვარელი ფერი არის სტაფილოსფერი, ანუ აბსოლუტურად ყველაფერი სტაფილოსფერი მაქვს, რაც კი არსებობს, აი რაც კი წარმოგიდგენიათ და არ წარმოგიდგენიათ, ისინიც კი სტაფილოსფერი მაქვს. და ეხლა რუსოც სტაფილოსფერია წარმოდგენილი, რუსოც გადმოვიყვანე. და როდესაც ჩავედით ზუგდიდში, რომ ვერ ვაგნებდით, გავცდით რამდენიმე სახლს და გავაჩერეთ მეზობლები, რომ მკითხეთ, რომ გურგენ ხორავას ვეძებთ ასე რომ სახლია თქო და აი უკანო გატრიალდით და სტაფილოსფერის სახლი რა დგასო ის არის მის სახლია და ნუ მან იყო აი ყველაზე დიდი შოკი მან მივიღეს იმართლა რომ თქო აი მართლა არაფერზე ესეთი რეაქცია არ მქონია და კარი რო გააყოთ რომ შევედი სახლში მან მე მგონი ერთადერთი კითხვა რაც დავუსვი იყო ის რომ სტაფილოსფერი რატო სახლი თქო და ჩემი საყვარელი ფერიო და მე თვითონ შევღებე სტაფილოსფეროთ შენ იცოდე ამ სტაფილოსფერი ფერის ამბავი სტაფილოსფერი რო უყვარდა ვიცოდი, მაგრამ ეს ახლა ესე რომ ანუ სახლს შეღებავდა და რაღაცა ამას არ ველოდი ნამდვილად. მაგრამ მოხდა ისე რომ ის სახლიც კი შეღება. ძალიან გიხდება ეს ფერი. მე მგონი დრო არო შენს გადმოხვედი აქეთ ჩვენსკენ. ჩემი საყვარელი ფერი არ არის სტაფილოსფერი. მაგრამ გიხდება. მაგრამ მიყვარს დრო არო შეიყვარო. დროა კი. ცდილობ. კი. სანამ გურგენი და სანამ რუსო გაიგებდა ჩემ არსებობას, პირველი ვინც გაიგო, ეს ისტორია იყო ჩვენი ძმა. ოღონდ აი რუსოს ხო ნუ თავიდან ცოტა ისეთი რეაქცია ჰქონდა. ანუ ჯერთი ჯაბა იყო პირველი ვინც ჩამიშვა და დარეკა გურგენთან და უთხრა რომ შენო მაიმუნო კიდე ყოლია შვილიო. და მე მითქვა რომ ემეთქვა გურგენისთვის, ანუ არ გამოგვივიდა სიურპრიზი, მაგრამ ჯაბა დამხვდა როგორ იცი რომ გეგონება 40 წელი ძმა იყო. აი საერთო აი გეგონება არანაირი მანამდე აი ეს რაღაც განშორება არ ქონია. ანუ ჩვენ პირდაპირ შემხვდა და რძალიც ჯაბასორიც შემხვდა ისევე რომ გეგონება მისი მული ვიყავი მთელი ცხოვრება. ეს იყო აი იმდენად შოკი იყო ჩემთვის მათი დამოკიდებულება რომ მართლა არ მჭირმეთ ხო რაღაცას ხო არ მაიმუნობენ ხა ესენი ხო მატყუებენ იმიტომ რომ ესეთი თბილი ადამიანი მართლა აი და ისეთი ყურადღებიანი აი მე მეორე არ მინახავს. უყურე ჯაბა არის ეგეთი ტიპი არის ზოგადად. ძალიან ყველას მიმართ ესეთია. ყველას მიმართ ეგეთია და განსაკუთრებით. ანუ მე არ ვიგზო თავი განსაკუთრებულად ეხლა რას მეუბნე. კი, ნახე, ძალიან თბილი ადამიანია.
ბუნებით გავს ძალიან დედა, ფიზიკურადაც გავს დედას და ბუნებითაც ძალიან გავს დედას. უშუალოა ძალიან. და ყველას მიმართ ესეთი დამოკიდებულება აქვთ. ანუ ვინც კი გაიცნობს ადამიანი ჩემ ძმას, ვინც კი გაიცნობს, ყველას ესეთი შეგრძნება აქვს, რომ აი როგორი უშუალოა, ხო? აი ეგეთია. მე უფრო ხასიათებით უფრო მამასკენ ვარ. ხო და თან ახლა შენ მაინც უფროსი და რო ხარ. ცოტა ესე უფროსობ. კი, მაინც და ჯაბა ცოტა ესეთი ტიპი, მაგრამ გარეგნულად მაინც ორივე უფრო მაინც დედისკენ ხართ ვიდრე მამისკენ. კი, ნამდვილად მასია. ანუ ჩემი ძმა უფრო გავს დედას. მე უფრო მამასაც გავ დედას. უცებნა შეგაწყვეტი რომ მოყვე ერთი ისტორია. ეს ჩვენი ვიდეო რო ნახა Warner Brothers-ის პროდიუსერმა, მათ გადაღებული ჰქონდა ჩემზე ერთი დოკუმენტური ფილმი და ვიდეო ნახა მყავს Facebook-ზე მეგობრებში და იმ წამს ვეიყიდეს ბილეთები და გადმოფრინდნენ. ანუ ულაპარაკოდ გადმოფრინდნენ და გურგენისთან ძალიან ისე მორიდებით შევიდე, რომ აი თუ შეიძლება რომ აი ინტერვიუ უნდა და იგო კაცო რა პრობლემა არისო და შევით ოთახში რომ აგვერჩია რა მაისური უნდა ჩაეცვა. და ეს მაისური რო გაიხადა და ზურგზე ზუსტად იმ ადგილას რომ ნახე ნიშნები რა ადგილასაც მე მაქვს გამოვიდი და იმ წამს ვთქვი რომ ამ ოჯახში ვინმე თუ აყვანილი იქნებიან ჩემი დადაძმა იმიტომ რომ გამორიცხულია რომ ეს ამა ჩემი არ იყოს თქო მაშინ ჯერ კიდევ არ იყო რუსოს პასუხებმოსული და მაშინ უბრალოდ ვენდეთ გამჩეს და მადლობა მას იმისთვის რომ ეს სიმართლე როგორც ხდება რომ ხშირ შემთხვევაში არ ამბობენ მამის ვინაობას და ძალიან სამწუხაროდ და აი როგორც კი ნახე იმ წამს მივხვდი რომ გამორიცხული იყო. შენ ეხლა უკვე გამსკავსებ? როგორ არ გამსკავ? ეგ ხალი მეც მაქვს და ჩემ ძმასაც. ჩემ შულსაც. სანათესაოს გვაქვს ეგ ხალი, კი. როგორ არ გამსკავს? შენ უფრო გავხარ მამას ვიდრე მე ფიზიკურად. უფრო გავხარ მამას ვიდრე მე. ხასიათით? ხასიათითაც გავხარ ბევრი რაღაცით. ბევრი რაღაცით გავხარ. შენ არა. ხასიათით. უყურე მე ვარ თხის რქა ვარ და ჯიუტი ვარ. მამა ჩემიც ჯიუტია. ანუ დედა ყოველთვის მეუბნებოდა ხოლმე რომ შენ მამა შენს გავხარ ეგეთი ჯიუტი. მამა ცოტა ჯიუტი არის, ნამდვილად არის. ანუ უყურე როგორია იტყვის და ეგ არის. ხო. აი ასე იტყვის და ეგ არის. მეც გავარ ცოტა. მე დაჯაბა ამ შემთხვევაში დამისგავს ერთმანეთს. შენ და ჯაბა უფრო გავხარ ერთმანეთს. ძალიან. კი. ან ძალიან ესეთები ხართ. მშფოთვარები. აუქნათ რაც გაგვაჩინეს? უშრეტი ენერგიის პატრონები. ჩვენ პროდიუსერმა გვანცამ გადაწყვეტა რომ ესეთი რაღაც გავაკეთოთ რომ სტუმარს მივცეთ იმის საშუალება რომ ის შეკითხვები დასვას რომელიც არ გაჟღერებულა ან ჩემს მიმართ რომელზე პასუხებიც არ გაჟღერებულა არსად ხო და შენ გაქვს ახლა ამის საშუალება რომ დამისვა რამდენი შეკითხვაც გინდა შენ რა შეგრძნებები გქონდა ჩვენს ანუ რო გაიგე როგორც კი გაიგე ჩვენზე და როგორც კი მოხვედი ჩვენთან და როგორც კი გაგვიცანი რა შეგრძნებები გქონდა აი ნახე შენთან რო ამოვდიოდი მქონდა ძალიან დიდი დანაშაული შეგრძნება და სირცხვილის იმიტომ რომ ნუ ვიცოდი რომ დაიყავი და ვერ გეუბნებოდი რომ დაიყავი მაგრამ აი როდესაც უკვე აი სამეგრელოში ჩამოვედი შენთანაც და გურგენისთანაც ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა რაც შენ მქონდა ანუ ვერ ხვდებოდი რა უნდა გამომეხატა რა იმდენი ემოცია იყო რომ აი ამდენმა ემოციამ დამტოვა უემოციოდ. ხო, ეს სხვა ემოცია, ესეა. კი, ესეა. და მეორე შეკითხვა. ანუ შენ როგორც კი გაიგე, რომ ყავს ბიოლოგიური მშობლების სხვები. ანუ ხო წარმოიდგენდი ახლა წარმოსახვაში როგორცაც ძერწავდი, აი ასეთი იქნება მამა ჩემი ან ჩემი ძმა. გამჩენი არც გარეგნობით, არც ანუ საერთოდ სხვა ვერც კი წარმოვიდგენდი რომ და გურგენის რაც შეეხება ესე შეიძლება მე წარმოვიდგენდი მაგრამ ნუ ყველა ამბობს რომ გოგოები მიყვებიან ცოლად მამისნაირ ტიპებს იმედია იმ ერთ რაღაცაში არ დაიმსგავსება ჩემი ქმარი იმ ერთში არ უნდა დაიწყოს ყველა ხდება
იმიტომ რომ საკმარისად ბევრი ბავშვი ყავს და დამატებით კიდე საჭირო აღარ არის, მაგრამ ნუ თუ გამოჩნდება რა თქმა უნდა მივიღებთ, მაგრამ იმედია ეს არ დამცქოსებ დანარჩენი, აი მართლა ყველა ამბობს რომ სანდროს არ უყურებთ გონია რომ პატარა გურგენია, თუმცა კაცრი და ესეთი ტიპი არა, აი ამაში განსხვავდებიან ერთმანეთში, მაგრამ ანუ სამეგრელოში ჩავდივართ ხოლმე, სანდრა გურგენი კონტაქტობდა მე ვზივარ სადღაც დავდივარ შემთხვევაში. რაღაცა საუბრის მანერით რაღაცნაირად. ყველა ხასიათით. ხო არ შეგეშალათ და სანდრო ხო არ არის. პირველი ვინც გავტესტე ჩემს ცხოვრებაში იყო სანდრო, თავიდანვე გამეკოდა. ხო, აი სანდრო და გურგენი იმდენად დამეგობრდნენ და იმდენად გაუგეს ერთმანეთს, რომ მართლა რომ ჩავდივართ ხოლმე სამეგრელოში, მგონია რომ მე ვარ იქ რაღაც რძალი მორიდები ჩემთვის კუთხეში ვზივარ და ესე და. გურგენი ეგეთია. ჩემს მეუღლესთანაც ესე არ ნუ სიძე მაინც სიძებს აყენებს ძალიან ისეთ ხო და ჩემთან რო რეკავს სად არის სიძე ანუ სანდროსთან უფრო ხშირი კონტაქტი აქვს ვიდრე ჩემთან კი და რამე რო იყოს და რაღაცა ხო სიტყვაზე შენ დაგადანაშაულებს მართალიც რო იყო ესე იყო და ხო ჩვენ ვიჩხუბეთ და მართალი სიძეა მართალია მართალია სიძეო კი გამწარდი, მაგრამ რას ვიზავთ? მეგრელებს აქვთ ეს ის, რომ სიძეს მაინც თავის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. სიძეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ნამდვილად მეგრელებს ეს აქვთ. კარგი, მადლობა დაო შენ სტუმრობისთვის. იმედი მაქვს ამომწურავოთ უპასუხეთ ყველა იმ კითხვას, რომელიც სხვებს გქონდა, თუ არა და შეგეძლიათ კომენტარებში საგვიწეროთ და შემდგომ უკვე გაგცემთ პასუხებს. და ბოლოს კი მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გამოიწერთ ჩვენ არხს. ძალიან გთხოვთ, რომ ერთხილაც დააჭიროთ თითი. ძალიან დიდი მადლობა და მოწვევისთვის. ხა შენთან ხალხარიელი არ მოვსულვა. სტაფილოსფერი ჩანთი და გადაედო. აბა ნახე რა არის? სტაფილოსფერია შიგნით. ვინც ეძებს პოულობს და ჩვენ ეს ბაქდავდო სტუდიაში დავტოვო. როგორც დატოვე. კარგია. დავტოვოთ. მადლობა. მადლობა შენ იმისთვის რომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში. სანამ დაგემშვიდობებით გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, სულ რაღაც ერთხილაც უნდა დააჭიროთ თითი. აქვე გეტყვით იმასაც რომ ჩვენი პოდკასტის სპონსორია Tetri Sales G, ეს არის უნივერსალური პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ თქვენთვის სასრული ფასდაკლებები სამშენებლო მასალებზე, აფთიაქებში, სუპერმარკეტებში, მაღაზიებში და ასე შემდეგ. და ასევე კომპანია Pinex-ი, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს ჩინეთიდან ყველაზე სწრაფად და ყველაზე მისაღებ ფასად, სულ რაღაც 7 დღეში თქვენი ამანათი გექნებათ მისამართზე, კორპორატიული კლიენტებისთვის ფასი არის $7, ხოლო ფიზიკური პირებისთვის $8. დღესთვის სულ ეს იყო, დიდი მადლობა. ნახვამდის.